აუდიტორიასთან გისმენთ ბატონო. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ერთმა ადამიანმა, როდესაც თქვა, რომ ვარ ქართველი და ვარ ევროპელიო. ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული მე მგონი იმ ადამიანის. რატომ? იმიტომ რომ ქართველი უნდა იყოს ყოველთვის ქართველი, ევროპელი. იმიტომ რომ მე მინდა რომ ვიყო ევროპის ნაწილი. თქვენ არ გინდათ ნამდვილი ევროპელი რო იყოთ? ქართველი და ევროპელი რატო? სად იყო? უკაცრავად ჩემს ქართველობას. მაშინ ერთი წუთით. მე გიპასუხებთ არა ბატონო და არამედ თქვენ. ჩემს ქართველობას არაფრით არ აკნინებს ჩემი სწრაფვა ევროპისკენ და მე მინდა რომ ნამდვილად რო ვართ ქართველები ვიყოთ ნამდვილად ევროპელები. ნუ შენედავები თქვენ თუ არ გინდათ რომ იყოთ ევროპელი ეს თქვენი არჩევანია მე ძალიან მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს ნამდვილად ევროპის ნაწილი. რა მოკლედ ადამიანი საუბრობდა და ჩავეჭერით გისმენთ. დიალოგ სცენაზე არის დიალოგი. თავარია აი ეს სამიგირებულობა იყოს ჩვენს ქვეყანაში ევროპელობაც იქნება უკაცრავად